მადლობა, მე მიხარია რომ ჩვენი განაცემის სტუმარი ხართ, იმიტომ რომ ჩვენ მოგვივიდა ინფორმაცია რომ ახალი რელიგიური მიმდინარეობა ფუძნდება საქართველოში და ამის დამფუძნებელიც თქვენ ბრძანდებით. გთხოვთ მოგვახსენეთ რასთან გვაქვს. ჯერ მითხარით როგორ გრძნობთ სულს, როგორ ხართ? სულს კარგად გრძნობთ. დიდი მადლობა, ვანო. თქვენ სწორად აღნიშნეთ, მივესალმები თქვენ სტუმრებს. თუმცა ეს ჩვენი გაერთიანება არა სტარტს იღებს, არამედ ჩვენ უკვე ავიღეთ სტარტი, კარგახანია, ჩვენი სექტა არსებობს, ჩვენი სექტის სახელია ბიძინაიზმი. ჩვენ გახლავართ ბიძინა ივანიშვილის მიმდევრები, დიახ, ის არის ჩვენი მხსნელი, ჩვენი მისია და სექტა აერთიანებს დებსა და ძმებს ერთგულ მშიერ მრევლს, რომელიც ადვილი სამართავია და ბოლომდე მოვყვება. დიახ, ჩვენ ვადიდებთ ჩვენს მშიერი მრევლი არის ძირითადად უფრო რომელიც მარტივად სამართავია. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი წმინდა წიგნი, მანო რომელიც მე დღესთან არ წამომიღია, ჩვენი წმინდა წიგნი, სოლოლაკის კოშკი, საიდანაც ჩვენ მოძღვრებას უკვე ვასწავლით, რა თქმა უნდა. გასაგებია, საინტერესოა. მოდით ნახოთ რები რა გაქვთ რა. დიახ, თქვენს გადაცემას მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და მინდა აქედან ჩვენი ესე იგი გაერთიანების შესახებ ვამცნო ყველას. ვანო, მოდი დავიწყოთ თავად მხსნელის ბატონი ბიძინას მიერ ჩადენილი სასწაულებით და მე აქედან გამოვყოფდი სამს, მეგობრებო. მაგალითად, პირველი ესეთი. ერთხელ ბატონი ბიძინა დადგა და ხალხს უთხრა: აჰა! მე თქვენ მოგცემთ უფასო ფულს და ხალხმა დაუჯერა მას. თუმცა ბიძინამ ფული არ მისცა. ხალხი კი ბოლომდე გაჰყვა მას. შემდეგ ირწმუნა მაინც მისი და ბოლომდე გაჰყვა ბატონ ბიძინას. შემდეგ ბატონმა ბიძინამ თქვა: 5 მილიონი თითო სოფელს. და სოფელმაც ირწმუნა მისი. თუმცა რა თქმა უნდა, აქაც სოფელმა ვერაფერი ვერ მიიღო. მაგრამ სოფელი ბოლომდე გაჰყვა მას. შემდეგ მესამე სასწაული მოახდინა ბატონმა ბიძინამ. მისი სამართლიანი მრისხანე ხელი აღმართა. აიღო დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემა. დაახვია ესე. ხალხს გაუწოდა და უთხრა: ახლა კი იცით ამას რაც უნდა გაუკეთოთო. დიდება. ეს ის სამი ჭეშმარიტად ცრუ სასწაულია, ვანო, რომელიც ვიხილეთ. ხილული, ჭეშმარიტად ცრუ სასწაული. ტყუილი სასწაულები, დიახ. რას გვეუბნება ჩვენი მხსნელი მესია? ის გვეუბნება, ბიძინა ამბობს: რიყის ქვა ხორცია ჩემი, ხოლო წვიმის წყალი სისხლია ჩემი. თქვენ თუ პური დაღვინო გინდათ, მე თავი დავანებეთ. ასე ამბობს ის. ასევე ბატონი ბიძინა გვასწავლის. მისი სწავლება ის პირდაპირ გვეუბნება და გვახსენებს. ღმერთამდე მისასვლელი გზა შეიძლება ბევრია, მათგან ჭეშმარიტი, რომელიც მართლაც ღმერთთან მიგიყვანთ, მხოლოდ ერთი გზაა და ისიც ჩემს ეზოზე გადისო. გვეუბნება ხსნელი ბატონი ბიძინა. დიახ, მეგობრებო, ჩვენ გვჯერა მისი, მივყვებით მას ბოლომდე და ვქადაგებთ, რა თქმა უნდა, ბიძინაიზმს ვქადაგებთ მთელს საქართველოში, ვანო, ჩვენ ვართ ყველა რეგიონში აბსოლუტურად ვქადაგებთ მის სიკეთეს. მაგრამ ვაპირებთ რომ ქვეყნის გარეთაც გავიტანოთ ბიძინაიზმი, ეს რელიგია, ბიძინა მხსნელი ის ლოკალური ღმერთი არ არის, ის ყველასია მთელი მსოფლიოსი და გვინდა ქვეყნის გარეთაც გავიტანოთ. უბრალოდ ამ ეტაპზე ეს ვერ ხერხდება, ვანო, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩვენ სექტაში ინგლისური არავინ არ იცის და ჩვენ მხოლოდ ქვეყნით შემოვიფარგლებით, მაგრამ განაცოტაა ერთხელა სიკეთე, რომელიც ქვეყანაში ხდება. კაცრავად. რა შესაქმე? ერთი წუთით. ბოდიშს გიხდით, აუცილებელი მესიც ველოდებო. დიახ, აი მეგობრებო, ჯერ მხოლოდ ეს სასწაული რადგირს, ნახეთ, იხილეთ. ფიზიკური პირის ანგარიშზე ყოველთვიური სასწაული გაჩნდა, მეგობრებო. დიახ, სნელმა ისმინა ჩვენი. ვანო, მე გავაგრძელებ, თუ შეიძლება, მე გავაგრძელებ კიდევ ერთ სასწაულს გეტყვით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. ჩვენ არ დაგვწირდება შორს წასვლა დიდ წარსულში, ვანო. გავიხსენოთ მისი სულ ახლანდელი სასწაული, რომელიც 2016 წელს მოახდინა. 2016 წელს გაამპარტავნებულმა და ხიბლში ჩავარდნილმა ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ რეიტინგი აეშენებინა. მაღალი რეიტინგი, რათა ბიძინამდე ასულიყო და მას გასტოლებოდა. ბიძინამ კი იცით რა გააკეთა? ოპოზიციას ენები აურია. რეიტინგის მშენებლობა დაინგრა
და ასე იხსნა ბატონმა ბიძინამ ოპოზიცია ხელისუფლების ხელში ჩაგდების მომაკვდინებელი ცოდვისგან. ეს მხოლოდ ეს რა დღის მეგობრებო. აი ამ ხელა სასწაული მხოლოდ რა დღის. მართლაც სასწაულია. ვანო თქვენ ხომ გახსოვთ რომ ბატონი ბიძინა 7 წლის წინ დაგვპირდა რომ ამ ქვეყანას 60-ად გადავაქცევო და გადააქცია კიდეც. ჩვენ ყველანი 60-ში ვცხოვრობთ. 60-ში რანაირად ცხოვრობთ? ვანო თქვენ ეთყობა არაფრის დანახვა არ გინდათ ან ბოროტი დაგეპატრონათ. ვანო 60-ში ვცხოვრობთ, ვანო გაიხედეთ, გამოიხედეთ მეც, თქვენს დაწყებითების მასწავლებელის, მეშახტეც, ინჟინერიც, პროფესორიც, მძღოლიც, ყველა ერთად ვძოვთ ბალახს, ვანო. განა ეს 60 არაა. ნუ ეგეც არის. განა ეს 60 არაა, ვანო. ერთნაირ ბალახს ალბათ. რა თქმა უნდა. ყველაფერი მისი შექმნილია. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი მხსნელის ბიძინა ივანიშვილის შექმნილია, ვანო. ყველაფერი მან შექმნა და განსხვავებით სხვა ღმერთებისგან, თუ მაგალითად ღმერთს 6 დღე დასჭირდა სამყაროს შესაქმნელად და მე-7 დღეს დაისვენა. ამან ერთ დღეში მოყნა ყველაფერს და იმის შემდეგ ისვენებს. დიახ, ვანო. დიახ. არავით არის 6 დღე. აი ესეთია მისი ძალა, ვანო. აი ესეთია მისი ძლიერება. და ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზანი განა მხოლოდ ბიძინაიზმის ქადაგება როდის იყო, ვანო, მე მოვედი იმისთვის, რომ შენი სული გადავარჩინო და შენ მიიღო სიმართლე. გამოგყვე და წამოხვიდე, გახდე შენს ჭეშმარიტი ბიძინიანელი. განა არ მოგბეზდამ ჯოჯოხეთურ საწყობში ჯდომა, ვანო, სადაც 4 ბუნებრივი სტიქიიდან 3 პირდაპირ შიგნით შემოდის. ნუ თუ არ დაიტანჯე. მეტი რა მიგახვედროს მხსნელმა, სხვა როგორ გაგითხრას, წამოდი ჩვენთან და გახდი ნამდვილი ბიძინიანელი. კი, მაგრამ მე რანაირად უნდა გავაკეთო, რა უნდა მოვხდე, ან რა. ვიქნები, ვანო. რას ქვია რა უნდა გააკეთო? შენ ოღონდ აქედან წამოდი, გახდი ბიძინიანელი. შემდეგ წამოწექი, გადაიდე ფეხი ფეხზე და ტარარარარარარა ტარარარარა ტარარარარარა ხელები ტარარარარარა